იო ბაქო არისო დღეს ზესახელმწიფო დუბაიცო ჩინეთიცო გერმანიაცო ამერიკაცო თურქეთიცო მაგრამ ესე მითხრა პირდაპირ რომ გელა თქვენ რო ქვეყანა გაქვთ და თქვენ რო ხართ ხალხი ესეთი მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს აი წარმოიდგინე ის რისი გაკეთებას მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება რისი გაკეთება მინდოდა აი ამ ჩემი წლების განმავლობაში მინდოდა უამრავი ადამიანი და მესაქმებია საქართველოში იყო ჩემი ოცნება არასდროს პოლიტიკაზე არც მიფიქრე ჩემი ფიქრი და ოცნება იყო ადამიანების დასაქმება და გული ერთ რამეზე მწყდება ყველა ქვეყანაში ხო შეიძლება რომ მიღებული ვიყო და ყველა ქვეყანაში მიღებული ვარ და ამ 300 ადამიანში დღეს მე ქართველი ნომერ პირველი ვარ ამას ყველა ხედავს მე მიყავს აქ პარადი როგორც მინდა ისე მატერიალი ყველას და ყველაფერს ხვალ ჩვენ ალიევის საფლავზე გავდივარ მოინახულეთ და ჩემი სიტყვა აქ ჭრის ბევრ სიტუაციაში წარმოიდგინეთ ყველა ქვეყანაში მეპატიჟებიან ბიზნესის გაკეთებაზე და ჩემს ქვეყანაში ვერ ვაკეთებ ბიზნესს და ხელი მეშლება დღესაც გული მწყდება უბრალოდ ამაზე აზერბაიჯანში ესა რატომ უნდა დამეკარგა ეს 6 წელი ხო და ორი მივამატოთ 6-7-8 წელია არ ყოფილვარ აზერბაიჯანში და ბაქოში და დღეს ბაქო არის მართლაზე სახელმწიფო აი სასწაულია რომ ვფიქრობ რომ ახლა ვიღაცა იტყვის იცი რა ბაქოში არის ნევთი იცი ჩვენთან რა არის ჩვენთან ნევთიც არის წყალიც არის და ჭუაც არის მაგრამ ამ ერთმანეთის დაპირისპირებამ ყოველთვის ჩვენ დავგზირა იმ დონეზე დავგზირა რომ თუ ესე გავაგრძელებთ ვერასდროს წინ ვერ წავიწევით მე მინდა გითხრათ რომ ვერასდროს წინ ვერ წავიწევით ჩვენი ქვეყანა არის ყველაფრით აი ყველაფერი გვაქვს რაც გინდა ყველაფრისთვის მზადაა ჩვენი ქვეყანა მაგრამ მე არ ვიცი აი გული მწყდება ამას მე რატომ უნდა მეუნებოდნენ და საქართველოში გელა ბარკალაიას დღეს შემოყვანილი აქვს უკვე წელიწადია ავტომობილები და ეს გაამბაჟებიეს და ნომერს დღესაც არ აძლევენ და ეს ახლა აქ თქვა ხო სირცხვილია მე მაინც კმაყოფილი ვარ რომ ვარ სისხლი და ხორცით ქართველი და ესეთი დაფასება რომ გვაქვს მთელ ქართველის ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და წინაპრები ღმერთმა აცხონოს და ვინც არიან დიდხანს სიცოცხლე უსურვებ მაგრამ ერთმანეთს მოусმინოს და